Jai! Who speaks English and wants to hear translation? Please join here in this corner. Hare Krishna, Mr. Prabhu. Hare Krishna, Ninapo. ჩვენ ეხლა ვეროდით მარადიულ რეალობაზე. რეალობაზე, რომელიც არ იცვლება. განსხვავებით ჩვენ იმ რეალობისა, რომელშიც ჩვენ აქ ვიმყოფებით. რადგან ჩვენი რეალობა სულ იცვლება. მუდმივად იცვლება. როგორც ამ ცხოვრებაში, ამ კონკრეტულ ცხოვრებაში, ისე ცხოვრებების განმავლობაში. თუმცა სულს დიდად არ უყვარს ცვლილებები. ლუკა პაუზები გავაკეთო ხოლმე რომ თარგმნო თუ ჩვეულებრივ. თუმცა სულს არ უყვარს ცვლილებები და ეს დასტურდება იმით რომ ადამიანი სიკვდილის მომენტში განადგურებულია სრულიად და შოკირებული იმით რომ მისი მორიგი რეალობა დასრულდა. თუმცა კრიშნა სხვაგვარად საუბრობს ბჰაგავად გიტაში და ჩვენ ახლა წავიკითხავთ. ერთ-ერთ ლექსს, სადაც კრიშნა საუბრობს როგორ აღიქვამს ამას გონიერი ადამიანი. ეს ნიშნავს რომ ჩვენ იგივენაირად არ აღიქვამთ ამას, ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ ვართ გონიერები სამწუხაროდ. და ვისაუბრეთ ეს რატომ არ ვართ გონიერები და რატომ არ არის თლად კარგი, როდესაც წარმავალი გონია მარადიული. Om Namo Bhagavate Vasudevaya. 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 დღეს წავიკითხავთ ლექს ბჰაგავად გიტას მეორე თავის მესამედე ლექსი. Dehinosmin yatha dehe kaumaram yauvanam jara tatha dehantara praptir thirastatra namuhyati. როგორც ხორცს შესხმული სული ამავე სხეულში გამუდმებით გადადის ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადაინაცვლებს სხვა სხეულში. გონიერი ადამიანი არ თხოვდება ასეთი ცვლილებებით. მუჰიატი ითარგმნება ასევე როგორც
შეწყუნება ან აღელვება, ანუ გონიერი ადამიანი არ ღელავს ამ ცვლილებების გამო, არ ფორიაქდება. განმარტება. თითოეული ცოცხალი არსება განუწყვეტლივ იცვლის სხეულს და ერთი და იგივე სიცოცხლეში გვევლინება, ხან ბავშვის, ხან ღრმის, ხან მოხუცის სახით. თუმცა ინდივიდუალური სული უცვლელი რჩება და ასე უცვლელი სახით იგი გადასახლდება ახალ სხეულში, რომელსაც სიკვდილის ჟამსივებს ცოცხალი არსება. აქედან გამომდინარე, რა კი მომდევნო სიცოცხლეში სულს აუცილებლად ექნება ახალი სხეული ან მატერიალური, ან სულიერი, რაც უნდა შეწუხებულიყო არჯუნა ფიშმასა და დრუნას სიკვდილის გამო. პერექით, მას უნდა გახარებოდა, რომ ისინი ძველ სხეულებს გამოისვლიდნენ და მიიღებდნენ ახლებს, რითაც ძალას განიახლებდნენ. სხეულის ასეთ ცვლას მოსდევს 1000 გვარი ტანჯვაც და ბედნიერებაც. სხეულის მფლობელის მიერ სიცოცხლეში გაწეული საქმიანობის შესაბამისად. ამდენად ფიშმა და დრონა, რომლებიც კეთილშობილი სულები იყვნენ, შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად სულიერი სხეულებით დაჯილდოვდებოდნენ. ანუ კიდურეს შემთხვევაში მიიღებდნენ სხეულებს ზეციურ პლანეტებზე ცხოვრებისთვის. რაც უმაღლესი მიწიერი სიამოვნებებისთვისაა განკუთვნილი. ამრიგად არჯუნას გლოვის მიზეზი სრულებით არ ჰქონდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სრულყოფილ ცოდნას ფლობს ინდივიდუალური სულის, ზესულისა და ბუნების, როგორც მატერიალურის, ასევე სულიერის არსის შესახებ ეწოდებათ ჰირა. ანუ ყველაზე საღადმოაზროვნე ადამიანი. ასეთ ადამიანს არასოდეს აბნევს სხეულის ცვლილება. მაიავადების თეორია სულის ერთიანობის შესახებ უაზროა. იმ საფუძველზე, რომ შეუძლებელია ინდივიდუალური სულის ნაწილ-ნაწილ დაყოფა. მაიავადები ამბობენ, რომ ერთი კონკრეტული ბრაჰმანი უპიროვნო ნათება დაიყო მრავალ პატარა ნათებებად და ამგვარად და ის ვართ ჩვენ. თუმცა რეალურად ერთი კონკრეტული ნათება ვართ. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო უზენაესი დანაწევრებადი ან სვალებადი იქნებოდა. რასაც პრინციპში მაიავადები ამბობენ კიდეც. რეალურად არ ამბობენ, რომ იყოფა, მაგრამ ვერ ხსნიან იმას, თუ არ იყოფა, როგორ წარმოიქმნა ამდენი ცოცხალი არსება ერთი ბრაჰმანიდან, თუ ყველა ჩვენ ბრაჰმანი ვართ, ანუ უპიროვნო ნათება. რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სულის მთლიანობისა და უშუალობის პრინციპს. როგორც გიტაშია დადასტურებული, უზენაესი ნაწილაკები მარადიულად სანატანა, ან მარადიულად არსებობენ და ქშარა ეწოდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მატერიალურ ბუნებაში დაცემის მიდრეკილება ახასიათებთ. ისინი მუდამ ნაწილაკოვანი არიან, თვით გათავისუფლების შემდეგაც. ანუ გათავისუფლების შემდეგ არ ვერთიანდებით ჩვენ ინდივიდუალურობას ვინ არჩევთ. ოღონდ გათავისუფლების შემდეგ ღმრთების პიროვნებასთან ერთად მარადიულ ნეტარებითა და სოდნით აღსავსე სავანეში ცხოვრობენ. არეკლის მაგალითი შეიძლება გამოვიყენოთ ზესულის დასახასიათებლად, რომელიც ყოველი ინდივიდის გულშია დავანებული პარამატმას სახით. მაგრამ თავად ამ ინდივიდისგან განსხვავდება. როდესაც საწყალში ირეკლება, ან არეკლში გამოსახულია მზეც, თვარეცა და ვარსკვლავებიც. ვარსკვლავები შეგვიძლია ცოცხალ არსებებს შევადაროთ, მზე ან თვარე კი უზენაეს უფალს. არჯუნა განასახიერებს ნაწილაკოვან სულს, უზენაესი სული კი ღმრთების პიროვნება შრი კრიშნაა. ესენი ერთ დონეზე არ იმყოფებიან. ეს ნათელი გახდება მეოთხე თავის დასაწყისშივე. თუ კი არჯუნა კრიშნას თანაბარია და კრიშნა არჯუნაზე მაღლა არ დგას, მაშინ აზრი ეკარგება მათ შორის მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას. თუ კი ორივე ემორჩილება წარმოსახვითი ენერგიის მაიას ცდუნებას. მაშინ რა საჭიროა ერთ-ერთი მასწავლებელი იყოს, მეორე კი მოსწავლე.
ასეთი სწავლება ამაო იქნებოდა, ვინაიდან მაიას კლანჭებში ვერავინ შეძლებს ავტორიტეტთა დონემდე ამაღლებულ მასწავლებლობას. მასშტაბამდე უფალი კრიშნა უზენაესი უფალია, რომელიც მაღლა დგას ცოცხალ არსებაზე, არჯუნაზე. მაიას წარმოსახობით მოტყუებულ გულმავით სულზე. შრილა პრაბჰუპადა კი შრილა პრაბჰუპადა აქ საუბრობს მაიავადებზე, როგორც თითქმის ყველა კომენტარში, რომლებიც ამბობენ, რომელთა თეორიის თანახმადაც ღმერთი არაფრით დგას ინდივიდუალურ სულზე მაღლა. არის ერთიანი ნათება ბრაჰმანი, რომელიც გამსჯვალავს ყველაფერს და როდესაც უპათა, ანუ გარკვეული სიბინძურე, უგუნურება ეხება ამ ბრაჰმანს და მოგბეჭავს ამ სინათლეს, მაშინ წარმოიქმნება ინდივიდუალური სული, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ ინდივიდუალურობა საერთოდ არ არის ყველა ერთ და იგივე ბრაჰმანია და როცა დიდ ნაწილს მოგბეჭავს ეს უგუნურება, უპათა, ასე თქვა, წარმოიქმნება ღმერთი, ანუ უფრო დიდი სული, მაგრამ თუ ადამიანი ისევ დაუბრუნდება იმ კონკრეტულ გათავისუფლებულ მდგომარეობაში ამ ბრაჰმანს, ის ხდება ღმერთზე მაღლა, რადგან უბრუნდება იგივე ნათებას, ანუ თავისუფლდება და ღმერთი ამ შემთხვევაში არა. ეს არის მათი თეორია და შრილა პრაბჰუპადა ამის შესახებ საუბრობს, რომ ღმერთი მსგავსი ვერ გახდება ინდივიდუალური სული კომენტარებში, ამიტომაც შევხედეთ. კრიშნა საუბრობს აქ ამ ლექსში ისეთ მოვლენაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდით. მაგრამ გვავიწყდება, რომ განვიცდით და ზუსტად იმის გამო, რომ გვავიწყდება ეს ერთ წარმავალ რეალობას ვანაცვლებთ მეორეთი და ამასთან რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, თითოეული რეალობა გვეჩვენება მარადიუბად. რადგან დამოკიდებულება გვაქვს ისეთი, როგორც მარადიულთან. წყალი ხომ არ არის ამ წყალი რომ როდპირი გამიშა. კარგი, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამაზე, ლადოსად გავიმეორებთ და დავიწყოთ. Om Gyanatimirandasya Gyananjana Shalakaya Chakshurunmilitam Yena Tasmai Shri Gurave Namaha Shri Chaitanya Manopishtam Stapitam Yena Bhutale Swayam Rupa Kadamahyam Tadati Svapadantikam Vandeham Shri Guru Shri Yuta Padakamalam Shri Gurun Vaishnavam Shri Rupam Sagrajatam Sahagana Rakunatam Vitam Tam Sajivam Sadvaitam Savadhutam Parijana Sahitam Krishna Chaitanya Devam Shri Radha Krishna Padan Sahagana Lalita Shri Vishakhanvitam He Krishna Karuna Sindhu Dinabandhu Jagatpate Gopisha Gopika Kanta Radha Kanta Namastute Tapta Kanchana Gaurangi Radhe Vrindavaneshwari Vrishabhanu Sute Devi Pranamami Hari Priye Pancha
Sindhubhyaevacha Patitanam Pavanebhyo Vaishnavebhyo Namaha Namo Vishnu Padaya Krishna Pristhaya Bhutale Srimate Bhakti Vedanta Swami Niti Namine Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishesha Shunyavadi Paschata Deshatarine Jaya Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Shri Vasadi Gaur Bhakta-vrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna. დღეს ვისაუბრებთ ამ თემაზე. და თუ რაიმე შეკითხვები გაგიჩნდებათ, დასვით და განვიხილოთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს სხეული არ ვართ, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რეინკარნაცია, მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვიცით. რადგან ეს ცოდნა არის მხოლოდ თეორიული. თეორიული ცოდნა ჩვენ გვექმნის ილუზიას, რომ რაღაც ვიცით. მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვიცით. და რატომ არ ვიცით? რადგან თუ ნამდვილად ვიცით, რომ ჩვენ არ ვართ ეს სხეული, მაშინ არ უნდა გვაღელვებდეს ის რაღაცეები, რაც ამ სხეულთან არის კავშირში. რადგან მე არ ვარ ეს სხეული, ჩვენ შეიძლება გვგონოს მე გავიგე რომ არ ვარ ეს სხეული, გავიგე რომ არ ვარ ეს სხეული, ვარ სული, რა პრობლემაა. მაგრამ მე არ ვარ ეს სხეული რეალურად ნიშნავს იმას, რომ მე არ ვარ არც ის ყველაფერი, რაც ამ სხეულთან არის კავშირში. რადგან ყველაფერი, რაც ჩვენ მივიღეთ, რაც ჩვენს გარშემოა, ის ამ სხეულს უკავშირდება. სხვა სხეული რომ გქონოდა, ჩვენთან, ჩვენს გარშემო სხვა რამეები იქნებოდა, სხვა ადამიანები იქნებოდნენ, სხვა რეალობა იქნებოდა. რადგან ის კონკრეტული რეალობა იქნებოდა იმ სხეულთან კავშირში. ანუ რეალურად მე არ ვარ ეს სხეული, ნიშნავს იმას, რომ მე არ ვარ არც ის ყველაფერი, რაც ჩემს სხეულს უკავშირდება. ანუ არ ვარ ის რეალობა, რომელიც ჩემს გარშემოა. და თუ მე არ ვარ ის რეალობა, რომელიც ჩემს გარშემოა, მაშინ მე არ უნდა მაღელვებდეს. დიდად. მით უმეტეს, როდესაც ვიცი, რომ ეს რეალობა არის წარმავალი და რაღაც მომენტში დასრულდება. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ რაღაც მომენტში დასრულდება ის რეალობა, რომელიც ყოველ ჩვენგანს გვქონია მარადიული. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ეს. თუმცა თეორიულად მაინც ვიცით, რომ ეს მოხდება. თუმცა გულის სიღრმეში შინაგანად მაინც გქონია, რომ ეს არასდროს მოხდება. ეს არის ზუსტად მატერიალური სამყაროს ილუზორული ენერგიის ძლევამოსილება, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ყველა კვდება, მივდივართ გასვენებაში, გქონია, რომ ჩვენი სარდაფმართება. რადგან ეს ამას რომ რეალურად ვხდებოდეთ, ჩვენი ცნობიერება არ იქნებოდა ისევ იმ რეალობაში, რომელსაც ვიცით რომ დავუკარგავთ. რადგან რა აზრი აქვს
სრულიად ჩაეფლო იმ რეალობაში, რომელიც იცი რომ გაქრება და რომელიც წარმავალია. ჩვენ ვამყარებთ ამ გეგმებს იმ რეალობაზე, რომელსაც ხედავთ, რომელიც ამ სხეულს უკავშირდება. თუმცა ყველაზე საინტერესო ისიც რა არის, რომ ეს პირველად არ ხდება. თქვენ გონიათ, რომ პირველად ხართ ამ რეალობაში და პირველად ცხოვრობთ. რეალურად მილიარდჯერ ქონდა მსგავსი რეალობები. მილიარდჯერ ქონდა მსგავსი რეალობები, რომელიც ჩვენს გარშემო იყო, რომელსაც ჩვენ ვეხებოდით, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არასდროს გაქრებოდა, რომელზედაც ვამყარებდით ყველანაირ გეგმებს. ჩვენს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვიყვარდა. ზუსტად იგივენაირად, როგორც ახლა არიან ჩვენს გარშემო ადამიანები, რომლებიც გვიყვარს. ჩვენს გარშემო იყო მრავალი გეგმა, მრავალი მიზანი. მილიარდობით ცხოვრებების განმავლობაში. და ახლა ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს. და ახლა მილიარდი ცხოვრების შემდეგაც კი, რადგან ანუ არსებობს ასეთი სიტყვა ანადი, ანუ რასაც დასაწყისი არ აქვს. ჩვენ უსასრულოდ ვინკარნირდებით. უსასრულოდ ვიცვლით რეალობებს. უსასრულოდ გვაქვს ნატიფი სხეული, რომელიც ინკარნირდება და იცვლის ამ რეალობებს. წარმოიდგინეთ უბრალოდ უსასრულობა. ამ უსასრულობის განმავლობაში ჩვენ ვიცვლით რეალობებს და ახლა მორი რეალობაში ვიმყოფებით. ეს ზუსტად ამ მარადიულობის განმავლობაში, ანუ მრავალი იუგა, მრავალი ეპოქა ჩვენ ვინკარნირდებთ. ჩვენ ვიყავით დვაპარა იუგაში, ვიყავით ტრეტა იუგაში, ვიყავით სატია იუგაში, ვიყავით ისევ კალი იუგაში, ვიყავით ისევ დვაპარა იუგაში, ვიყავით ისევ ტრეტა იუგაში, ვიყავით ისევ სატია იუგაში. ანუ მრავალი იუგა, მრავალი დივია იუგა, ანუ 4 ეპოქა. მრავალი კალპა, ბრაჰმას დღეები და ასე უსასრულო. მაგარი. ანუ ამ უსასრულობის განმავლობაში ჩვენ ვიცვლით რეალობებს. შემდეგ როგორც იქნა ამ რეალობაში ვიღაც გვეუბნება და გვეუბნებიან, რომ არსებობს რეინკარნაცია, შენახარეს სხეულის ფრაზები, რომლებიც გვესმის ყოველ ჯერზე თეორიულად და ჩვენ მაინც იგივეს ვაგრძელებთ და იგივენაირად ვეჯაჭვებით იმ რეალობას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. იგივენაირად ვეჯაჭვებით იმ რეალობას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ამ მოსმენების შემდეგ. კი, ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, სულ ვისმენთ, რომ ლექციებზე ვკითხულობთ, წიგნებში თუ ვკითხულობთ. ჩვენ არ ვართ ეს სხეული. ჩვენ განვიცდით ინკარნაციას. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, კარგი შეიძლება არ იცოდე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იცვლი რეალობებს. თუმცა ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ გვეუბნებიან, მაგრამ მაინც ვერ ვიგებთ. და აი ასეთია მატერიალური სამყაროს ილუზია. ღმერთის ილუზორული ენერგია. რაღაც მომენტში შეიძლება გავიაზროთ კიდეც. მე მართლა უნდა მოვკვდე, კიდევ უნდა შევიცვალო. მორიგი სხეული მივიღო და მორიგი რეალობა, რომელიც განსხვავებული იქნება იმ რეალობისგან, რომელშიც ვარ. შრიშტრინიტაი გოდრუმ ჩანდრაკი. და მოვიდნენ ჩვენთან
ნიტაი გოდრუმ ჩანდრა, ანუ გაურა ნიტაი. გაუბნებიან ამას. კალის ეპოქაში გახდა ეს ყველაფერი ცნობილი. რადგან ადრე ისიც არ იცოდნენ, თუ ვინ იყო ღმერთი. ჩვენ ვკითხულობთ შრიმად ბჰაგავატამში ადრე მუნის ისტორიას, რომელმაც არ იცოდა ვინ იყო ღმერთი. ჩვენ ვიცით ისტორია ინდრას შესახებ, რომ მან არ იცოდა რომ ეს სხეული არ იყო და 99 წელი ემსახურებოდა ბრაჰმას, რომ საბოლოო ჯამში ბრაჰმას ეთქვა, იცი რა ეს სხეული არ ხარ. თუმცა ამას თავისი ლეუსები ჰქონდა. მან გარკვეული შრომა გაწია ამ ცოდნის მისაღებად. შემდეგ როდესაც მოისმინა, შენ არ ხარ ეს სხეული. მორჩა. ის მიხვდა, რომ თუ არ არის ეს სხეული, მაშინ არ უნდა იცხოვროს ისე, როგორც ეს სხეული ცხოვრობს. კალის ეპოქაში, როგორც თქვით, მოვიდნენ უფალი ჩაიტანია და ნიტიანანდა და გაგვიხსნეს ყველანაირი ცოდნა, რადგან ბალანსი უნდა ყოფილიყო სამყაროში. რადგან ჩვენ ასეთ ძალისხმევას არ გავწევდით, იმიტომ რომ არ გვაინტერესებს. და ახლა ჩვენ ვიცით ყველანაირი ცოდნა გვაქვს. პირველივე დღეს გვეთქვიან, რომ თქვენ არ ხართ ეს სხეული. მაგრამ ამას თავისი მინუსიც აქვს. და მინუსი ის არის, რომ ჩვენ ამით გვექმნება ცოდნის ილუზია. ვიცი, ბჰაგავად-გიტა, ბჰაგავატამი კი კაცო, რამდენჯერ მისმენია, შენ არ ხარ ეს სხეული. ღმერთს უნდა ემსახურო. ანუ ჩვენ გქონია რომ რაღაც ვიცით. ეს არის ცოდნის ილუზია უბრალოდ. ცოდნა სხვა რამ არის. და ჩვენ ახლა განვიხილავთ, რომ ჩვენ რომ ნამდვილად ვიცოდეთ რომ ეს სხეული არ ვართ, ეხლავე დავფიქრდებოდით და ვიტყოდით. ეხლავე ვიტყოდით, რომ აბა რატომ ცხოვრობ ისე როგორც ეს სხეული. რა უნდა გავაკეთო? რა უნდა გავაკეთო, რომ ეს მარადიული ისეთი რეალობა მქონდეს, რომელსაც არ დავყარგავ. და რა აზრი აქვს იმ რეალობის მიჯაჭვულობას, რომელიც მრავალჯერ დავყარგე. და სულს უნდა, სურს მარადიულობა. სურს მარადიულობა, რადგან თვითონ მარადიულია. და ზუსტად ამიტომ განიცდის ასეთ ტკივილს, როდესაც ის კარგავს მორიგ რეალობას. და ზუსტად ამ ილუზიის წყალობით, მისი ძლევამოსილების წყალობით, ჩვენ ამ წრეზე ვტრიალებთ. მარადიულობა, ანადი, ვერავინ ვერ იტყვის, როდის დაიწყო ეს. თითქმის უსასრულოდაა ამ რეალობებს ვიცვით. თუმცა, დიდად არაფერს ვშვილით ჩვენს ცხოვრებაში რეალობა. რადგან თუ დავფიქრდებით, ის რეალობა, რომელიც ჩვენს გარშემოა, გონია, რომ არ დაიკარგება. გონია, რომ არ დაიკარგება. რადგან რომ ვიცოდეთ, რეალურად რომ ხედავდით ამას, რომ ეს დაიკარგება, სრულიად სხვანაირად ვიცხოვრებდით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არ ვარ ეს სხეული, ნიშნავს, რომ არ ვარ ეს რეალობა, რადგან როცა ამ სხეულს დავკარგავთ, აი ამ სხეულს, რომელიც მე მილიარდი სხეული მივიღე. როცა ამ სხეულს დავკარგავთ, რომელიც შედგება მატერიალური ელემენტებისგან, დავკარგავთ ყველაფერი იმას, რაც არის ამ სხეულთან კავშირში.
რა არის ამ სხეულთან კავშირში? შობლები, ვინც მომცა ეს სხეული პირველ რიგში ალბათ. კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩემს გარშემოა, გარემო, ჩემი სახლი, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი გეგმები, ჩემი ოცნებები, ჩემი მიზნები, ყველაფერს დავუკარგავ. რაც ამ სხეულთან არის კავშირში. მოკლედ რომ ვთქვათ, უბრალოდ ყველაფერს. რაც ამ წარმავალ სხეულს უკავშირდება. რაც მივიღეთ იმ მომენტში, როდესაც დავიბადეთ, როდესაც ეს სხეული შეიქმნა. როდესაც ეს სხეული შეიქმნა, მაშინ მივიღეთ კონკრეტული რაღაცები, რაც უკავშირდება ჩვენს სხეულს. ლოგიკურად, როდესაც ეს სხეული გაქრება ის ყველაფერი, რაც ამ სხეულთან ერთად მივიღეთ. შემოთ ბაგავატამში არის ესეთი ლექსი საინტერესო. ეს არის მეოთხე, ეს ლექსი არის მეოთხე სიმღერიდან 4:29-70. სადაც ნათქვამია, ვიდრე არსებობს ნატიფი მატერიალური სხეული. ნატიფი მატერიალური სხეული, ან ჩვენი ნატიფი სხეული ჩვენ გვაქვს, ნატიფი სხეული, ასტრალური სხეული და გვაქვს უხეში ფიზიკური სხეული. რომელიც შედგება გონების, ჭკუის, გრძნობების, გრძნობათა ობიექტების და მატერიალური ბუნების მოდუსების ურთიერთქმედებათაგან, ან სანამ იარსებებს ჩვენი ნატიფი სხეული, რომლებიც ამ რაღაცებისგან შედგება. იარსებებს ასევე ცნობიერება, დაფუძნებული სრულ თვითგაიგივებაზე. ანუ სანამ არსებობს ჩვენი ნატიფი სხეული, რომელშიც არის მოქცეული მთელი ჩვენი კარმა, მთელი ჩვენი სამსკარები, შთაბეჭდილებები ამ სამყაროში მიღებული, მანამდე იარსებებს სრულ გაიგივება, ის სრულ გაიგივება, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ზუსტად ის სრულ გაიგივება, რომ გგონია ჩვენს გარშემო რაც ყველაფერია, ეს ყველაფერი გგონია რეალობა და აი ეს არის სრულ გაიგივება. და ეს საკმარისი არ არის. ლექსია ამით არ მთავრდება. აქ წერია და ამ გაიგივების დროებითი ობიექტი, უხეში სხეული. როდესაც მარტივი პროცესია, იარსებებს ცნობიერება დაფუძნებული სრულ თვითგაიგივებაზე და ამ გაიგივების დროებითი ობიექტი, უხეში სხეული. So the Srimad Bhagavatam 4:29-70 will say, is saying that since it is subtle material body is there, და მარტივი პროცესია. სანამ ჩვენს შეგნით ანუ ნატიფ სხეულში არის ეს მიჯაჭვულობები ამ წარმავალ რეალობაზე, ანუ როდესაც ამ სხეულიდან გამოვდივართ და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თურმე მიჯაჭვული ვართ იმ შთაბეჭდილებებს, სადაც ვიმყოფებით და არ გვინდა ამის დატოვება, სრულ გაიგივებაზე ვართ მიჯაჭვული. კი ბატონო, სამყარო ამბობს, მიჯაჭვულია სრულ გაიგივებაზე. მივცეთ ახალი უხეში სხეული, რომელთაც გააგრძელებს ცხოვრებას. რადგან როდესაც სხეულიდან გამოვდივართ, ჩვენ გვაქვს სურვილი, სად დაიკარგა ჩემი სხეული, რომლითაც ვეხებოდი გარე სამყაროს, გარე რეალობას. სამყარო ამბობს, კი ბატონო, გინდა სხეული ახალი. ახალი სხეული მიიღე. და ჩვენ
ზუსტად ამის გამო actually ვიღებთ შემდეგ უხერხ სხეულს და შემდეგ რეალობას. and after that, what will happen? We'll gain another body according to the ანუ თუ სიკვდილის წინ სიკვდილისას so the thing is that ჩვენი გონება იქნება წარმავალ რეალობაზე, იმ რეალობაზე კონცენტრირებული და მიჯაჭვული, რომელსაც კარგავთ, the reality is ჩვენ კიდევ მივიღებთ მსგავს სხვა რეალობას და ამას ვაკეთებთ უკვე მილიარდი ცხოვრება. ეს მოქმედებს უკვე. და აგრძელებს მოქმედებას. ასე არ ვქნათ. so the fact the next ანუ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ წრეში ტრიალს. that means that we will continue cycling in კი ბატონო. აიდრას გაგება. ვიდრე გაიგოს ხეული არ არის. ჩვენ ვიგებთ ხეული არ არის. დასხოდება იმისი გაგება ხეული არ არის, ჩვენ გაგებთ ხეული არ არის. დასხოდება რა არის? ანუ როგორ კარტო და ესე განსხვავდება კი განსხვავდება თუ არა ინდრას გაგებისგან რომ ეს სხეული არ არის განსხვავდება თუ არა ინდრას გაგება რომ ეს სხეული არ არის ჩვენი გაგებისგან რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს სხეული არ ვართ ჯერ ამ კითხვას უპასუხოთ და განსხვავდება თუ არა ინდრას გაგება, ინდრას რომ უთხრეს რომ შენ არ ხარ ეს სხეული 99 წლის მერე მისი წვალებისა. მისი გაგება განსხვავდება თუ არა იმისგან the question was that another person asked and after he was the question was that does Indra's body is different კი განსხვავდება. after hearing განსხვავდება ეს კონკრეტული მიზეზის გამო. რომ მან 99 წელი დახარჯა რომ გაიგო ეს ჭეშმარიტება და არსებობს არსებობს ერთი მარტივი რამ ჭეშმარიტება ადამიანი როდესაც ცოცხალი არსება რაღაც დიდ შრომას გასწევს რაიმის მოსაპოვებლად ის ამას აფასებს, რასაც მიიღებს და ეკიდება დიდი ყურადღებით. ერთ-ერთი ზუსტად ასე ხდებოდა ადრეულ ეპოქებში. და ზუსტად ეს არის პრობლემა, ჩვენი ახლანდელი პრობლემა. რომ მაშინ ეს ცოდნა, ეს ამხელა ცოდნა, რაც ჩვენ გვაქვს, ბევრჯერ ვისაუბრებ. წინა ეპოქებში არ იყო. როდესაც ადამიანი გადიოდა დიდ ასკეზებს, ძალიან ბევრს წვალობდა იმისთვის რომ რაიმე გაეგო და როდესაც უკვე გაიგებდა ამას და რომ ამდენი დრო დაახარჯა ამის გასაგებად მისთვის ეს რაღაც უკვე ყველაფერი იყო ის უკვე იცხოვრებდა ისე როგორც ეს გაიგო გადიოდნენ დიდ ასკეზებს რომ ისეთ ჭეშმარიტებებისთვის მიეღწიათ რომელებიც ჩვენ უკვე თეორიულად ვიცით ჩვენ ვკითხულობთ ახლა შრიმად ფაგავატანს. ყველაფერი ლამაზად დაბეჭდილია, მარტივად ხელმისაწვდომია ეს წიგნი. წარმოიდგინეთ ეს მარტივად მისაწვდომი არ ყოფილიყო და გაიგეთ, რომ თურმე არსებობს ნაწარმოები, უძველესი ნაწარმოები, რომელიც საუბრობს იმის შესახებ, რაზეც საუბრობს შრიმად ფაგავატანი. და პატარა ლექსი ნახეთ სადმე სანსკრიტზე ნებისმიერი თავის როდესაც ვკითხულობ ხოლმე შრიმად ფაგავატანს ან ამას ვფიქრობ ან როგორ უნდა კონცენტრირდე ლექსზე ჩვენ ვიტყვი ბევრი ლექსია კაცო ეს წიგნი 1000 წიგნი არსებობს 1000 ეგზემპლარი ამ წიგნის და ვიცი წავიკითხე არა და როდესაც კონკრეტულ ლექსს წაიკითხავ ისე თითქოს
ეს იპოვე დიდი წვალების შემდეგ აღმოაჩინე, რა ვიცი, არქეოლოგიური გათხრით. თუნდაც ამ ლექსის ნახევარი, ნებისმიერი ლექსის შრიმად Bhagavatam ან თუნდაც Bhagavad Gita-და. და ყველაფერი გააკეთე, რომ გაგებო რა ეწერა. მაშინ შენ იმაზე მეტს დაინახავდი იმ კონკრეტულ ლექსში. და იმაზე მეტად შეცვლი და შენს ცხოვრებას ეს კონკრეტული ლექსი. ვიდრე მთლიანი შრიმად Bhagavatam, რომელიც წინ გვიდევს და რა მიდგომითაც ახლა ჩვენ ვკითხულობ. ან მთლიანი Bhagavad Gita დაბეჭდილი. და ჩვენ ცხოვრებაშიც თუ რაიმე უფასო კურსია, ჩვენ დიდად არ ვაფასებთ, რადგან უფასოდ მივიღებთ. მაგრამ როდესაც გადავიხდით თანხას ამ კურსის შესაძენად, და რაც უფრო მეტ თანხას გადავიხდით, მით უფრო მეტად ვაფასებთ. და შემდეგ უკვე მთლიან ჩვენ ენერგიას ვუდებთ, რომ გავიგოთ, რადგან ყველა თქო არ გადავიხადე ამდენი ფული რაიმე კურსის შესაძენად. და უფრო მეტად ვაფასებთ. იგივენაირად. ამიტომაც არსებობს მაგალითად ძალიან ძვირიანი კურსები. და ადამიანები რომ ყიდულობენ, გონიათ რომ აი იმიტოა ეს კურსი მაგარი, რომ ამდენი ფული გადავიხადე და სინამდვილეში იმიტომ მოიტანა შედეგი, რომ გადაიხადე უფრო მეტად დააფასე. იგივენაირად არის ყველა სხვა რამეზე. ჩვენ რამეს დავინახავ, თუ ეს იაფია კაცო რა იქნება უხარისხოა, აი ეს ძვირიანი იქნება ხარისხიანი და შემდეგ ვიყიდით ხოლმე ხშირად ძვირიანს და უხარისხოს. და გონია რომ ხარისხიანია, რადგან ძვირიანია. ანუ მარტივია. ვაფასებთ იმას, რაშიც ენერგიას ვდებთ, რაშიც რაღაცას გავიღებთ, რაშიც რაღაცას შევწირავთ. და ადრე უფრო მეტად იგებდნენ ამ ყველაფერს, რადგან მეტ ენერგიას დებდნენ ამის გასაგებად. და ახლა ყველაფერი დიდი ძალის ხმების გარეშეა ხელმისაწვდომი. და ამიტომაც არის ბალანსი, რადგან ასე რომ არ გაიხსნათ ეს ცოდნა ჩვენთვის, არანაირი შანსი არ გვექნებოდა, რადგან ამდენ ძალის ხმებას არ გავწევდით რაიმე ცოდნის მისაღებად. შეკითხვა ჰქონდათ, მე მგონი მან. So what was your question? My question was there a difference between the backing of the soul and the difference between the planning cycle and when it's both between a planning house, my body, my family, you know, like harmony and stuff. Like the planning cycle is a different thing, like you incur different karmas and you are forced one into someone else. ესეთ შეკითხვა აქვს რა, რომ მოკლედ მაქვს ორი მოსაზრებაო და ანუ ორი მიმართულება არსებობსო და აქედან რომელს გულისხმობთ თქვენ? პირველი ეს არის რომ როდესაც ადამიანი პანიკაში ვარდება სიკვდილის დროს, აი ჩემი სახლი, ჩემი ბინა, ჩემი მშობლები და ასე შემდეგო. და მეორე მომენტიო, კარნული ციკლი რო არის, რომ გინდა თუ არ გინდა რაც არ უნდა პანიკაში ჩავარდე, ეს გეკუთვნის და ამას მიიღებო. შენ ხო თქვი, რომ შენი ასე რომ ვთქვათ, სურვილის მიხედვით იღებ იმასო და ეს ბიჭი კითხულობს, არის შენი პანიკა და შენი აზრები მაშინ და არისო კარნული რაღაცა რაც გეკუთვნისო და ეს როგორ შეესაბამება ერთმანეთთან, რომელზე საუბრობთ თქვენ? მე თუ პანიკაში არ ჩავვარდი სიკვდილის მომენტში. ეს ნიშნავს, რომ მე გავაცნობიერე, რომ ის რეალობა, რომელიც ჩემს გარშემო იყო, არის წარმავალი. თუ ეს გავაცნობიერე, ესე იგი აღარ ვასრულებ კარმულ ქმედებებს, კარმიულ ქმედებებს. რადგან თუ გავაცნობიერე, რომ ეს რეალობა გაქრება, რა აზრი აქვს რამის კეთებას? შესაბამისად, სიკვდილის მომენტში თუ მე მივერაჭვე ამ კონკრეტულ რეალობას, ესე იგი მე მაქვს კარმა. და ამ კარგის მიხედვით მე დავიბადები.
მივიღებ სხეულს. მივეჯაჭვებ. ანუ ამით გაეცემა პასუხი ზუსტად იმ კონკრეტულ რამეს, რომ ერთის მხრივ ჩვენს მომავალ სხეულს ქმნით ახლა არსებობს ამის მოსაზრება. ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უკვე იქმნება ჩვენი მომავალი სხეული. ნატიფი სხეული, რომელზედაც უკრაინის სხეული წარმოიქმნება. მეორეს მხრივ, კრიშნა ამბობს ბჰაგავად-გიტაში, რადგან ფიქრობ სიკვდილის წინ, იქ მოხვდები. საქმე იმაშია, რომ როგორც ვცხოვრობთ, იმას ვიფიქრებთ, ის ხატება იქნება ჩვენს წინ სიკვდილის მომენტში. და საქმე იმაშია, რომ ზუსტად როგორც ცხოვრობთ, ჩვენი ცნობიერება სადაც არის, რასაც ხედავს, იგივე სურათი შეიქმნება სიკვდილის მომენტში. ანუ თუ მიჯაჭვული ვართ, ანუ როდესაც ხელს დავუწყებთ თუ ესე ვიყავით, არა, არ მინდა ამის დაკარგვა, ესე იგი ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაშიც იგივე მდგომარეობა გქონდა, მიჯაჭვული ვიყავით ამ რეალობას და შესაბამისად შევქმნით კარმა, რომლის მიხედვითაც მივიღებთ მომავალ სხეულს. გასაგებია თუ ჩაეძიება უფრო. მაშინო ხალხი რატო იბადება ღარიბ ოჯახში? თუ კი ასეთ სურვილებზე დამოკიდებულიო, ღარიბ ოჯახში რატო იბადება? ღარიბ ოჯახში იმიტომ იბადება, რომ ისეთ ქმედებებს ასრულებდა ცხოვრების განმავლობაში, რომელმაც გამოიმუშავა ის, რომ მომავალ ცხოვრებაში ღარიბ ოჯახში დაიბადა. ანუ რას იკვლევს ცი, რომ იმ მომენტშიო თუ რაღაცის დაკარგვა არ სურს და ანუ იმის რატო ღარიბ ოჯახზე იფიქრებსო და რატო იმაზე იფიქრებსო? ანუ ღარიბ ოჯახზე არ ფიქრობს. რაზე იფიქრებ აქ ესე კონკრეტულად არ არის. ანუ ღარიბ ოჯახზე რა თქმა უნდა არ ფიქრობს. რეალურად შენ სიკვდილის მომენტში სხვა რამეზე ვერ იფიქრებ, სხვა რეალობაზე. აი ვიფიქრო, რომ მე მაგარი მდიდარი ვარ, ან რა ვიცი, მდიდარ ოჯახში დავიბადე. შენ სად დაიბადე იმ დროს არანაირად არ გაგახსენდები. შენ ფიქრობ იმ კონკრეტულ რეალობაზე, რომელიც დაკარგე. ორი ვარიანტია. ან ფიქრობ იმ რეალობაზე, რომელიც დაკარგე, ან ფიქრობ იმ რეალობაზე, რომელშიც შენი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყავ, იმ მარადიულ რეალობაზე, სადაც წახვალ სიკვდილის შემდეგ. ან მარადიულ რეალობაზე, ან რა ვიცი, არა მარადიულ სამოთხის პლანეტებზე, როგორც კრიშნა ამბობს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. იგივენაირად თუ გინდა თუ შენი მიზანია სამოთხის პლანეტებზე წასვლა, ცხოვრებაში ისე მოქმედებ, რომ ის წახვიდე, შესაბამისად სულ რაღაცებს არ აკეთებ. სიკვდილის მომენტში მიდიხარ იქ. მაგრამ თუ შენ სულ ქმედებებს ასრულებ, რა თქმა უნდა, შენი ცნობიერებაც ქმედებებისადმი კენიქნება. ანუ შენი ცნობიერებაც არ იქნება მიმართული რაიმე უფრო ამაღლებულზე. რასაც აკეთებდი, იმაზე იქნება მიჯაჭვული. ეხლა აქედან მეორე კითხვა წამოვიდა, ეს გავიგეთა და ვა რა მაგარი პასუხი იყო, მაგრამ მომიგარეთ. და მეორე კითხვა წამოვიდა, რომ კრიშნაზე რო ვიფიქრო, ბოლო მომენტში რა მოხდება? კრიშნასთან წახვიდე. მოქშა რა არის მაშინ? როგორ? მოქშა საერთოდ მოქშა არის უპიროვნო გათავისუფლება. მუქტი არის პიროვნული გათავისუფლება. პიროვნული. მუქტი is personal liberation. თუ კრიშნაზე იფიქრე, ესე იგი უპიროვნოზე არ გიფიქრია, შესაბამისად მიიღებ პიროვნულ გათავისუფლებას. If you thought about Krishna, you would get ანუ მეო თუ კი კრიშნაზე ვიფიქრე,
შას მიღება უნდა მაშინ მაშინ კრიშნაზე არ იფიქრე. უპიროვნო ბრაჰმანზე. და გათავისუფლებას თუ უნდა მიიღოს, ანუ პანიკაში არ იქნება ამ მომენტში, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება კონცენტრირებული ხდება იმ სხვარიან. ანუ ვერ იფიქრებს უბრალოდ. თუ ისე ცხოვრობს, რომ მომსეკვდეზე პანიკაში იქნება, ანუ ამ რეალობას თუ ამირებული, კრიშნაზე უბრალოდ ვერ იფიქრებს. Very calm, very calm. But you don't think about Krishna, then you will gain. Personaluri და impersonaluri განთავისუფლების შორის რა განსხვავება არის? პერსონალური გათავისუფლება არის გათავისუფლება, სადაც მე არ უკარგავ ჩემს ინდივიდუალურობას. სულ სინამდვილეში შინაგანად არ უნდა ინდივიდუალურობის დაკარგვა. ანუ რჩება ინდივიდუალური პიროვნება. უპიროვნო გათავისუფლება ნიშნავს, რომ მე უკარგავ ჩემს ინდივიდუალურობას. მე უბრალოდ რაღაც სინათლეს ვერწყმი. უერთდები დიდ ღმერთს, ბრაჰმანს, ვერწყმი. მაგრამ მე უკარგავ ინდივიდუალურობას. I merged with the not with Krishna, but Vistana ვერთდებიო ბრაჰმანთან, სინათლესთან, ნათებასთან. ამის მერეო რა ხდება? ანუ ესე იგი ამ უპიროვნო გათავისუფლება უფრო მაღალია თუ პიროვნული? პიროვნული. The highest is actually personal. რადგან ღმერთი პიროვნებაა. Because God is person. მეც პიროვნება ვარ. I'm also a person. უპიროვნო რა არის უპიროვნო? Non-person. არც მე ვარ უპიროვნო, არც ღმერთი. შესაბამისად პიროვნული უფრო მაღალია. ანუ არაპიროვნული რა არის რა პიროვნული? არა, კითხვა დავსვი, ანუ მე არ ვარ არაპიროვნული, ღმერთიც არ არის არაპიროვნული. So actually I'm not pirოვნული. არაპიროვნული არის არაპიროვნული. He is a person. So და ღმერთს აქვს არაპიროვნული ასპექტიც. what is impersonal? So actually personal liberation is the highest. რადგან სულს უნდა პიროვნული ურთიერთობები შინაგანად. The soul wants ღმერთსაც უნდა პიროვნული ურთიერთობები. God also wants relationship. შესაბამისად პიროვნული უფრო მაღალია. Personal relationship is the highest. უბრალოდ ჩვენი ცხოვრების მატერიალური გამოცდილებების შედეგად შეიძლება ცუდი გამოცდილებები დავაგროვოთ და გვინდოდეს რომ აღარ მინდა ცხოვრება. აღარ მინდა ურთიერთობა, ბევრი წლები დავაგროვოთ. და ამ შემთხვევაში გვინდოდეს უპიროვნო რაიმე, გაქრობა. ზერთადად ზუსტად აქედან გამომდინარეობს ეს გიანას გზა, ზევით დგება. ამ ტყივილისგან დგება ამ გზაზე. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ აქაური ურთიერთობები ასეთი ურთიერთობები, როგორიც აქ არის, არ იქნება სულიერ სფეროში, ტრანსცენდენტულ სფეროში. იქ არ გვატკენენ. იქ ყველას უყვარ ხარ. ყველას რუნავს შენზე. კარგით, გავაგრძელოთ. ლექსია არ დაგუსრულებია ბოლომდე. უბრალოდ სწორად დავასრულებდი. ფაგავატა მის ეხლა შემდეგი ლექსი უნდა წამეკითხა. კიდევ ერთი ლექსი არსებობს შრიმად ფაგავატამში.
იგივე თავში და იგივე სიმღერაში. In the same tempo, same verse. Not the same verse, but ნატიფ სხეულში მიმდინარე პროცესების მეშვეობით just the same chop and same. ცოცხალი არსება ღებულობს და ტოვებს უხეშ სხეულებს. იღებს და ტოვებს. ანუ 39 თავი. No, a few pages more. That is ანუ ნატიფ სხეულში and მიმდინარე პროცესების მეშვეობით ცოცხალი არსება ღებულობს და ტოვებს უხეშ სხეულებს. ანუ ნატიფ სხეულში მიდის გარკვეული პროცესები, in the subtle body, რის გამოც the processes or ამის მეშვეობით მე ვტოვებამ უხეშ სხეულს და ვიღებ ახალ უხეშ სხეულს. parent body and gain another body. ამ მოვლენას სულის გადასახლება ეწოდება. This აქ ნარადამონი საუბრობს და განმარტავს რა არის რეინკარნაცია. actually is called reincarnation, transmigration of the body. ამის შედეგად სული განიცდის მოჩვენებით ილუზორულ სიხარულს და მწუხარებას, შიშს, ბედნიერებას და უბედურებას. Actually, gaining likings and not likings. შიშს, ბედნიერებას და უბედურებას. Fears, happiness, so-called fears, so-called. ანუ რის შედეგად განიცდის მოჩვენებით ამ შეგრძნებებს. So-called things. იმის გამო რომ ნატიფ სხეულში მიდის გარკვეული პროცესები და მე სხეულებს ვიცვლი. That's not subtle. ანუ ფაქტურად რეინკარნაცია ზუსტად იმისთვის არის, რომ მე მომათავსოს ილუზორულ Is for გარემოში, მოჩვენებით გარემოში, the illusory, სადაც განვიცდი მოჩვენებით სიხარულს და მოჩვენებით მწუხარებას და ილუზორულ შიშს, ბედნიერებას, უბედურებას, როგორც ამ დროში განმარტება. to experience some illusory happiness, fears, likings and not likings. როცა ადამიანს ესმის ეს მექანიზმი, რაშიც გამომწყდებულია One knows და როგორც მუშაობს, ის ხვდება, რატომაც განიცდის ამ ყველაფერს. და ხვდება, რომ სპეციალურად შეუქმნეს ეს ილუზორული რეალობები და განცდები. and და სურს, რომ how to be, how to მარადიულ რეალობასთან დაამყაროს კავშირი, რომელსაც არ დაკარგავს ამ სხეულის დაკარგვასთან ერთად. connect with higher reality and spiritual reality eventually, and not to lose this spiritual platform. რადგან ზუსტად აქ არის ესეთი სატყუარა, ასე ვთქვათ. ჩვენ რეინკარნაციის შედეგად გვეძლება მოჩვენებითი რეალობა, სიკვდილისას ამ მოჩვენებით რეალობაზე ვართ მინჯაჭული. სიკვდილის შემდეგაც ამ მოჩვენებით რეალობაზე ვრჩებით მინჯაჭული. შესაბამისად, ვიღებ შემდეგ სხვა სახის მოჩვენებით რეალობას, სხვაგვარ მოჩვენებით რეალობას, როგორც სიზმრები იცვლება, სხვადასხვა სიზმრებს უყურებთ, მაგრამ ნებისმიერ სიზმარში ვგონია, რომ ეს რეალურია. ზუსტად იგივენაირად არის რეინკარნაცია, ფაქტიურად სიზმრები სხვადასხვა. და თითოეული დაბადებისას ვგონია თითოეული რეალობა და რეალობა. Like a mouse. For the happiness, grab this happiness and we ამგვარად ერთი რეალობა ანაცვლებს მეორეს. ერთი ცრუ რეალობა ანაცვლებს მეორე შემდეგ ცრუ რეალობას და ასე მილიარდობით ცხოვრებაა, ასე ვართ. the millions and trillions of such და მოვედით აქამდე ჩვენ უხუცესი სულები. რადგან უსასრულობა, მთელი უსასრულობა ჩვენ სხვადასხვა რეალობებს ვიცვლით.
უსეთ ვინ დაამონტაჟაო ეს რა ქვია საკუარაო რა კრიშნა კრიშნა შეგიძლიათ მიხვიდეთ და უთხრათ რატო გააკეთეს you can go to Krishna and ask why you did it. მაია კრიშნას მქონდება მადლობა რატი კომენტარი არის ესეთი რომ ეს საკუარაო სინამდვილეში მაიადებია რომელიც დურგა არის ამ სამყაროში კი ბატონო დიახ მასია უბრალოდ მაია კრიშნას ექვემდებარება but the thing is that Maya is depending on Krishna. Yeah, but she is saying that Maya is depending on Krishna. შეიძლება ერთი ხოდა გისვათო ერთი კი ბატონო Even if there's someone very bad person, like for example, a person with very bad person, he's doing very bad. After that, he realizes and he is a state of peace. He is at a state of peace. That is that. Will he still achieve moksha? ანუ ვიღაცაო წარმოიდგინეთ რომ აი ძალიან ცუდი პიროვნებაა რა აი საზღვრებს რო აკეთებსო და ძალიან ცუდი კარმაც რო აქვს და აი რა ისეთი საზღარი პიროვნება რო იყოსო ადამიანი სიკვდილის მომენტშიო თუ კი მშვიდად იქნებაო მაინც მოქშას მიიღებსო შვიდად ჩვენ არ გვიტყვია რომ შვიდად ვინც იქნება ის მიიღებს რაზეც ფიქრობ ადამიანი who will be peaceful he will gain იქ წახვალდის იმ რეალობას შეიქმნი მომავალ ცხოვრებაში როგორ რაზეც ფიქრობ ადამიანი რაზეც ფიქრობს იმ რეალობას შეიქმნის for about და მასეთი ადამიანი უბრალოდ ვერ იფიქრებს მაღალ რეალობაზე რომ მაღალ რეალობაში მოხვდეს გავაგრძელოთ? ანუ მათაჯი მოიყვანა ერთი ესეთი შრიმათა გავატამშიო მოხსხრობილი ამბავიო, როდესაც აჯამილამო ძალიან ცუდი ცხოვრებით იცხოვრა და ბოლო მომენტშიო ნარაიანა თავისშვილს გაუძახა ნარაიანაო და მიიღო კიდე ერთი შანსი და შემდეგ გამოიყენა შანსი და განთავისუფლდა. ანუ ეს ამბიცი პასუხია. კი, მაგრამ სინამდვილეში აჯამილა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ანუ როდესაც ის პატარა უმცროსი ვაჟი ეყოლა, მას შემდეგ ამ ვაჟს ეძახდა ამ წმინდა სახელს ნარაიანას. სიყვარულით ეძახდა შეურაცხყოფების გარეშე. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ის მხოლოდ ცუდ საქმეებს ჩადიოდა. პირიქით, ფაქტი განივითარა ამით. ფაქტი განივითარა ამით, ფაქტი. და სიკვდილის წინაც წარმოთქვა სახელი. მე წინა შეკითხვაზე ვერ მივიღეს თუ ყოფილი პასუხი და შეიძლებაო კიდე კი ბატონო. ანუ ესაა რა ქვია? Is it cheating?
საზღვროვანი პიროვნება იყო და რაღაც ბოლო მომენტშიო მეზე მოახდინა კონცენტრაცია და ესო თითქოს რაღაც გასამართლებელს საფუძველს რომ ესე მე ჩემი ძვია გავაკეთო ამ ყველამ და ვერ დააკეთებ საქმეც ეგ არის ანუ აქ მარტივად უნდა ძალიან მარტივია უბრალოდ შეუძლებელია მე თუ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემი ცნობიერება იყოს სხვაგან სადაც იყო ის იქნება ანუ ნათქვამია რომ სიკვდილისი მთელი ჩვენი ცხოვრება ერთ სურათად შეიკვრება და ზუსტად ამას დავინახავთ და ზუსტად ეს არის რასაც სიკვდილისწინ ვფიქრობთ that will be the next period no it is not the ანუ ზუსტად ამას ვფიქრობთ სიკვდილისწინ იმაზე ვფიქრობთ სიკვდილისწინ ამგვარად როგორც ცხოვრება გავატარე about what you did during the life that is very natural no not very hard to understand თუმცა პრიშლა პრაბჰუპადა და ვიშვანათ ჩაკრავარტი თაკურა ასევე აკომენტარებს რომ ფაქტის ივითარებდა ცხოვრების განმავლობაში როდესაც ის ამ სახელს წარმოთქვამდა თანდათან ფაქტის ივითარებდა ცოტა ნეახ დიახ დაიბადა ვიშნუდუთან ურთიერთობაში, როგორც კი ვიშნუდები დაინახა, რაღაც საუბარში. ბაქთი დაიბადა ბაქთი. კი ბატონო, დიახ, მაგ დროს, რასაც თქვენ ამბობთ, მართალი ხართ, ფაქტი გაიზარდა ბევრად. თუმცა, ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ის ნარაიანას წარმოთქვამდა, ფაქტის ნელ-ნელა აგროვებდა, პატარ-პატარა ფაქტი მის გულში ჩნდებოდა. რადგან მას ცხოვრების განმავლობაში რომ ნარაიანა არც ერთხელ არ წარმოითქვა სიკვდილისწინ საიდან გაახსენდებოდა შვილისთვის რომ არ დაეძახა იქ წერია კომენტარებში რომ იგივენაირი სიყვარულით ეძახდა უბრალოდ უფრო მეტი სასწარკვეთა ჰქონდა სიკვდილის მომენტში ვიშნუდები იმიტომ მოვიდნენ რომ გადაერჩინათ იგივენაირად ანუ რომ გადაერჩინათ უბრალოდ ჯოჯოხეთს დიახ ზუსტად ცხოვრება და სიყვარულით ენდაკოდა შეუძლებელობის გარეშე. ამშვიდ ნარაიანა თემი გასა სიყვარულით და ყველა სიყვარულის ისეთი ვარიანტი ეს ვარიანტი მომისმინები გულად ძალიან ის ვარიანტი რა ის ბოლოს მე ეს ის კომენტარები ვიშვანათ ჩაკრავარტი თაკურა ამბობს და შილა პრაბჰუპადაც ახსენებს უგანი თავის კომენტარებში.
cultivate bhakti. რომელმაც აქცენტი არასდროს არ მომისმენია ესეთი აქცენტი, რომ აი თემის სიცოცხლე ყოველთვის იყო რომ სიცოცხლის პოდოსტიკა. ძალიან მაგითია რომ ესე თემის სიცოცხლე წვედა ხოდა ესე კომენტარებში. გავაგრძელოთ? როგორ? სახელები. უნდა წამოიძახოს შავრაწუხების გარეშე. ანუ ეს არ უნდა იყოს ნამა აპარატი. აჯანმელად შემთხვევა იმიტომ იყო განსაკუთრებული, რომ თავის შვილს დიდი სიყვარულით ეძახდა და ნამაფასას დონეზე იყო წარმოდგენილი. რადგან როდესაც შვილს ეძახდა, ის სრულიად კონცენტრირებული იყო მის შვილზე, უყვარდა ის. და ამ სიყვარულით, შვილის სიყვარულით, მაგრამ მაინც ამ სახელს იმეორებდა. და ეს იყო ნამაფასა. ანუ სხვაგვარად იქნებოდა ნამა აპარატი. წმინდა სახელს შესწევს უნარი არის ბევრი ლექსი შრიმად ბჰაგავატამში, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანმა აგდებულადაც რომ წარმოთქვას წმინდა სახელი, მაშინაც ყველანაირად წმინდება. მაგრამ ჩვენ რომ ასე წარმოგვეთქვა, ანუ ფაქტია, რომ ბევრს ვიმეორებთ, მაგრამ ბოლომდე არ ვიცმინდები. ეს რას ნიშნავს? წმინდა სახელის დიდება გადამეტებულია, შეურაცხყოფის ჩავდივართ, ეს რომ ვფიქრობთ. არა, მე დიდხანს მქონდა ეს შეკითხვა და შემდეგ წავიკითხე კომენტარები. რა ერქვა ის? სუჰოტრასვამ კალი სანტარანა უპანიშადი თარგმნა და იქ კომენტარებში ამბობდა იმას. ახსნა ეს მომენტი ასე ვთქვათ, რომ კი, წმინდა სახელს აქვს ეს ძლევამოსილება, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ზუსტად ჩვენთან გამოავლეს ამ ძლევამოსილებას? არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ზუსტად ჩვენთან მოუნდება გამოავლინოს ის ძლევამოსილება, რომ აგდებულადაც რომ წარმოთქვათ, სრულიად გაგვისმინოს. This benediction of this power, you know, it has a power, but it is not forced. But you have to. წყალობაც საჭიროა, მაგრამ ჩვენ ძალის მივაც საჭიროა. Not that, for example, someone has $1 million. ამგვარად ჩვენ ვეცვით ამ რეალობებს ამ მექანიზმის მეშვეობით უკვე მრავალი ცხოვრება, მრავალი ეპოქა. და ზუსტად იგივენაირად ვიყავით მიჯაჭვული იმ კონკრეტულ რეალობაზე. როგორც ახლა. და რაღაც მომენტში ეს რეალობაც ჩვენთვის ისევე გაქრება, როგორც წინა მრავალი ცხოვრების რეალობები. და ეს რეალობა, ეს ასე ხდება სულ. იყო ასეთი მკვლევარი, მეცნიერი, იან სტივენსონი, რომელმაც მრავალი შემთხვევა გამოიკვლია რეინკარნაციის. მრავალ შემთხვევას იკვლევდა რეინკარნაციის და ის პატარა ბავშვებთან მუშაობდა. პატარა ბავშვს უმეტეს შემთხვევაში 3-4 წლამდე მას ახსოვს წინა ცხოვრებები დეტალურად, თუმცა შემდეგ 5-6 წლის შემდეგ ეს რეალობა იმდენად მოიცავს მას, რომ ის წარსული რეალობა, ანუ წარსული ცხოვრება ქრება როგორც სიზმარი მისთვის, აღარ ახსოვს.
ეს ახალი რეალობა იმდენად მოიცავს მას. და ჩვენ ახლა წავიკითხავთ ერთ-ერთ ისტორიას. 1000-ობით შემთხვევა აქვს გამოკვლეული ამ ადამიანს და ჩვენ ახლა ერთ-ერთ მათგანს წავიკითხავთ. ეს ნაცვლად არ არის პირდაპირ იან სტივენსონის წიგნიდან. ერთ გულის წიგნიდან არის, რომელმაც ფაქტივიდან და უნივერსიტეტის დავალებით შეადგინა სხვადასხვა წიგნები, მაგალითად აკრძალული არქეოლოგია მაიკლ კრემო, რიჩარდ ტომპსონთან ერთად. ის ორივე ინიცირებული ერთგულები არიან. სადაც გაანადგურა, ასე ვთქვათ, ევოლუციის თეორია დარვინის ევოლუციის თეორია სრულად განადგურებულია. თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ. რიჩარდ ტომპსონის და მაიკლ კრემოს წიგნი Forbidden Archaeology. აკრძალული არქეოლოგია. თუმცა არის მეორე წიგნი მაიკლ კრემოსი, რომელიც მოგვიანებით შექმნა ფაქტურად ამ წიგნის გაგრძელება, სადაც მოყავს სხვადასხვა თემები მოკლედ და ამ წიგნში მოყავს ასევე სტივენსონის ეს კვლევა. ჩვენ წავიკითხავთ ერთ ისტორიას ამ 1000-ობით ისტორიიდან და რეალურად კიდევ უფრო მეტად გავიგოთ რას ნიშნავს. რაზეც ახლა ვისაუბრეთ. ეს ისტორია არის ერთი ინდოელი პატარა გოგონას შესახებ. ალბათ ჩვენს მეგობარ ინდოელებს ძალიან დაინტერესებთ. That is about one Indian very little girl. This story is about Indian girl. და გოგონას ერქვა შუკლა. შუკლა გუპტა. შუკლა გუპტა. ჩვენ ახლა წავიკითხავთ ამ ისტორიას. შუკლა გუპტა დაიბადა 1954 წელს ინდოეთში. დასავლეთ ბენგალიის სოფელ კამპაში. კამპა. წლინახევრის ასაკიდან ის მუდმივად ხის ნაჭრით თამაშობდა. როგორც ფოჯინა, ასე ჰქონდა ეს ხის ნაჭერი. შუკლა მას ქსოვილში ახვევდა. She was actually playing with this play. შუკლა მას ქსოვილში ახვევდა. ექცეოდა როგორც შვილს და მას მინუს ეძახდა. და მას მინუს ეძახდა. მას მინუს ეძახდა, ეგ დავიმახსოვრე. She was calling this, puppy. Minu. The name she was pronouncing was Minu. როდესაც შუკლა წამოიზარდა და საუბარი ისწავლა. She able to speak. აღმოჩნდა, რომ მინუ მისი ქალიშვილი იყო. It turned out that Minu was her daughter. შუკლა ამბობდა იმასაც, რომ მას ქმარი ჰყავდა. Shukla said that she had husband. შუკლა ყვებოდა, რომ ახსოვს, როგორ დადიოდა ქმართან ერთად კინოში. Actually, Shukla had memories that she was going to with her husband in the cinema. ის სხვა კაცების სახელებსაც ამბობდა. And she was pronouncing the other, men's კეტუ და კარუნა. names. Ketu and Karu. ამბობდა, რომ ისინი მისი ქმრის უმცროსი ძმები იყვნენ. And she was saying that these two persons were the brothers of her husband or little brother.
შუკლას სიტყვებით ისინი რადტალში, სოფელ ფატპარში ცხოვრობდნენ. And Shukla's memory was that they were living in the one Romel სოფელ ისინი ცხოვრობდნენ რადტალში, სოფელ ფატპარაში. სოფელ ფატპარაში იყო ესეთი ადგილი რადტალა და ისინი იქ ცხოვრობდნენ. So there was a place, Raktala, and in this Raktala there was a village. თვითონ რადტალა, აი ეს ადგილი იყო სოფელში, რომელსაც ერქვა ფატპარა. Patpara. და სტივენსონი აღნიშნავდა, And Stevenson were doing, who wrote this book? გუპტებმა რაღაც იცოდნენ სოფელ ფატპარის შესახებ. Guptas were ანუ ამ ბავშვის ოჯახმა. Guptas or these parents of this, Shukla knew about this village something. თუმცა მათ არასდროს სმენიათ რადტალაზე და იმ ადამიანებზე, რომლებზედაც შუკლა საუბრობდა. They didn't know anything about, this village or this part of India. No, they didn't knew, but they somehow. როდესაც შუკლა თითქმის 4 წლის გახდა, When Shukla turned into 4 years, მან მოითხოვა, რომ ის ფატპარაში წაიყვანათ. she requested that I want to go to Patpara. ამასთან დაიმუქრა, რომ თუ ოჯახი მას იქ არ წაიყვანს, ის თვითონ წავა. And she requested everyone, her family, that if you do something, give me an opportunity to go to Patpara, I will go. შუკლამ თქვა, რომ თუ მას ფატპარში მიიყვანენ, თავისი დედამთილის სახლს იპოვის. And Shukla said that if you get me to this Patpara, then what happens? I will find out my old house. შუკლას მამამ სენ გუპამ, Shukla's father, Sam Gupta, რომელიც რკინიგზაზე მუშაობდა, who was working for railway, ამის შესახებ თავის კოლეგას პალს უამბო. he actually told about this his friend Paul. რომელიც ფატპარასთან ახლოს ცხოვრობდა. Actually, this friend was living near the Patpara. თავისი მშობლებისგან პალმა შეიტყო, რომ ფატპარაში ნამდვილად ცხოვრობდა ადამიანი სახელად კეტუ. And this friend of the husband, თანაც ადგილზე, რომელსაც რადტალა ერქვა. friend knew somehow or other that in this village were living someone Shukla. სტივენსონი წერს. And Stevenson knows. პალმა გაარკვია, რომ კეტუს ჰყავდა რძალი სახელად მანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოკვდა, 1948 წლის იანვარში. And he actually found out that in this family there was a daughter named Manu. მანა. Named Mana, who died a few years before. ანუ ეს გოგონა, ამ გოგონას წინა ცხოვრება. But actually that was the previous life of this girl. და მას პატარა ქალიშვილი დარჩა, სახელად მინუ. And she had little daughter Minu. ანუ ამ ცხოვრების შუკლას წინა ცხოვრებაში, როდესაც ის იყო მანა, ჰყავდა ქალიშვილი სახელად მინუ. That is because when she was in the previous life, Mana, she had a child, daughter Minu, and now she had a doll, Minu. როდესაც შრიპალმა ამის შესახებ შუკლას მამას უამბო, მას თავად მომდა ქალიშვილის ფატპარში წაყვანა. When the father knew about this news, she wanted to take his son, his daughter, to this Patpara. მეორე ოჯახიც დათანხმდა ამას, მათ შორის ოჯახის უფროსი შრი ამრიტაპალ ჩაკრავარდი. And Sri Amrita Chakravarti was
the head of the მეორე ოჯახი, ანუ ამ გოგონას წინაცხოვრების ოჯახიც დათანხმდა ამას. Patpat family agreed that they will receive this girl რომ as a guest. ეს სტუმრებოდა კი ეს გოგონა. As a guest. ამრიტაპალ ჩაკრავარტი, ვინც ოჯახის უფროსი იყო ამ შუკლას წინაცხოვრების ქმარი. Amripata Chakravarti was the husband of this Shukla's previous birth. 1959 წლის ზაფხულში შუკლას მთელი ოჯახი ფატპაში ჩავიდა. პარიზ შეუერთდა მათ. And next summer they go and visited this family. შუკლას ყველა ამრიტაპალ ჩაკრავარტის სახლში, მანას მამამთილის სახლში მიჰყავდა. Actually, Shukla was taken to the Amripata Chakravarti's house. სტივენსონი წერს, იმის მიუხედავად რომ გზა სწორი იყო, ასევე იყო ბევრი შესახვევი და სახლი, სადაც შუკლას შეიძლება შეეხვია. There was a very, many, how to say, there was a straight path, but there was a many შეეხვია იმ შემთხვევაში, გზა რომ არ სოდნოდა. persons that may Shukla can turn, that maybe this is house. გზად ასევე დიდი გზაჯვარედინიც იყო. შუკლა ყველაზე წინ მიდიოდა. There was a, how to say, cross path, and Shukla was going in front. შუკლა ყველაზე წინ მიდიოდა და აქედან გზა მხოლოდ პალმა იცოდა, თუმცა ის გოგოს უკან მიხვებოდა. And everyone was following Shukla, and everyone don't know, but Pal know the path, but he was behind the Shukla. შუკლა მიპოვა სახლი, თუმცა თავიდან შესასვლელს ვერ პოულობდა. Shukla found out the house, but at first she did not recognize the entrance point. სტივენსონი ამის შესახებ წერს. Then Stevenson wrote, მანას სიკვდილის შემდეგ შესასვლელი სახლის მეორე მხარეს გადაიტანეს. ამიტომ მათ შუკლას დაბნეულება სრულიად ახსნადია. after Manas died at death, the entrance of the house was moved in the behind side. So that's why. როდესაც შუკლა და ყველა დანარჩენი ჯერ კიდევ ქუჩაში იყვნენ, ამრიტაპალ ჩაკრავარტი შემთხვევით სახლიდან გამოვიდა. When they were into the storm in the front of the house, the Amripal Chakravarti came out. შუკლა მაშინვე იცნუის და თავი დაბლა დახარა, როგორც ამას ინდოელი ქალები აკეთებენ უფროსი ნათესავის თანდასწრებით. Actually, Shukla saw this man and he made a how to say bow, not bow down, but ამრიტაპალ ჩაკრავარტი იყო შუკლას მამამთილი. შემეშალა წინაზე ქმარი ვთქვი, მამამთილი იყო და მის წინაშე თავი დახარა. Chakravarti was not husband of the Shukla in the previous life, but was the husband's father. How to say that? Father-in-law. სახლში 20-დან 30-მდე მოიცადა ერთი წამი. შუკლამ მაშინვე იცნო ის და თავი დაბლა დახარა. როგორც ამას ინდოელი ქალები აკეთებენ უფროსი ნათესავის თანდასწრებით. სახლში 20-დან 30-მდე ადამიანი იყო. In the house, there was 20 to 30 participants, not participants, but people. შუკლას კითხეს, ცნობს თუ არა თავის ქმარს. And Shukla was asked, do you know your husband or not? მან მაშინვე ჰარითანა ჩაკრავარტიზე მიუთითა, რომელიც მისი სიტყვებით მინუს მამა იყო, ანუ მისი ქალიშვილის მამა. And actually, she recognized the it's not how it's married. იცნო და თქვა, რომ ის მინუს მამა იყო, ანუ მისი წინაცხოვრების ქალიშვილის მამა. She said that he is Minu's father or the daughter's father. Yeah. მან კეტუზეც მიუთითა და მას მინუს ბიძია უწოდა, ანუ მისი ქმრის ძმა. And she
actually recognized to the husband's previous wife's husband's brother. გარკვეული დროის შემდეგ ოთახში მოხუცი ადამიანი შემოვიდა და შუკლას კითხა, იცნობს თუ არა მას. And during the conversation, the one person came, very old, knowing, asking Shukla, "Do you know me?" შუკლამ უპასუხა, "კარუნა." Shukla said, "Karuna." იცნურა თავისი უმცროსი მაზლი. She know the brother-in-law, but little brother. დამსწრეთაგან უმეტესობამ არ იცოდა მისი ნამდვილი სახელი კარუნა. მას კუტის ეძახდნენ. The how to say participant didn't know what was the real name of this boy. They said they called him not Karuna, კუტი. but Kuti. მინუს დანახვისას შუკლამ ტირილი დაიწყო და გოგოს მიმართ სიყვარულის ნიშნებს ავლენდა, რომელიც ამ დროს 12-13 წლის იყო. და ამ დროს კი შუკლას ესესა 5 წელი შეუსრულდა. Actually, she saw Minu, who was 12 years old already, and this Shukla was 5 years old, and actually შვილივით უყურებდა და was started სიყვარულის ნიშნებს ავლენდა მის მიმართ. caring. შუკლას ბებომ, რომელიც მასთან ერთად მოვიდა, შუკლას თხოვა მისი ყოფილი დედამთილი ეჩვენებინა. შუკლა მიუთითა ქალზე, რომელიც მართლაც მანას დედამთილი იყო. ანუ ესეც უჩვენა. მოკლედ შეიძლება ინტერნეტში. And he also actually recognized many other personalities in the family. ჰარიდან ჩაკრავარტის, ანუ მანას ქმრის ოჯახთან სტუმრობიდან ერთი კვირის შემდეგ რებანანი პათჰატი, ანუ მანას დეიდა და მინუ შუკლასთან ჩამოვიდნენ კამპუსში. ანუ დეიდა და ქმარი ჩამოვიდნენ მინუსთან ამ სტუმრობის შემდეგ. ისინი ჩამოვიდნენ. After this visiting, they and returning from this village, they come to visit them, or the husband's sister or sister-in-law. და ქალიშვილიც ჩამოვიდა. და მანას დეიდამ, მისი ნაცხოვრების დეიდამ მას კითხა, ვის დაუტოვე მინუ როცა მოკვდი? და შუკლამ უპასუხა, თქვენ. ანუ ვის დაუტოვე შენი ქალიშვილი? This sister-in-law asked Shukla, to who you, how to say, belong, or to whom you give your daughter after. და სტივენსონი წერდა, ბოლო რაც მანამ სიკვდილის წინ თქვა, მისი თხოვნა იყო დეიდასთან, რომ მინუზე ეზრუნა. დეიდამ კი დაპირდა მანას, რომ შეასრულებდა მის თხოვნას. Actually, the last sentence of the previous Shukla's previous life was that Mana was that asked his sister-in-law that please be aware of my child or შუკლამ გაიხსენა, რომ მას სპილენძის ჭურჭელი ჰქონდა ერთ-ერთ ოთახში, ჩაკრავარტის სახლში. შუკლა შევიდა ამ ოთახში და იპოვა ეს ჭურჭელი. მას არ უნახავს ეს ოთახი თავისი პირველი ვიზიტისას. ეს ოთახი მანას ყოფილი საძინებელი აღმოჩნდა. ანუ ამ კონკრეტული ჭურჭელი გაიხსენა, რომ ჰქონდა და ამ საძინებელში იპოვა ეს ოთახიც გაიხსენა. Basically, she remembered many things, including details. შუკლამ სწორედ მიუთითა, სადაც გაადრე მანას ოთახი და როდესაც ის საკერავი მანქანა დაინახა, სადაც ადრე მანა კერავდა ტანსაცმელს, შუკლა ატირდა. ანუ თავის საკერავი მანქანა როდესაც დაინახა, წინაცხოვრებაში რითიც კერავდა, ის ატირდა. And when she saw the machine, which is for needle and stitch, what is that? Stitch. That she began to cry. ანუ ჩვენც ახლა რაზეც ვართ მიძაჭვული, ამ ყველაფერს ვკარგავთ, მას უბრალოდ ახსოვდა და ამიტომაც We are losing everything
in the time of death. But she somehow or other remembered this. That's why she was attacked. და ასევე მისმა ყოფილმა ქმარმაც დაადასტურა ის ამბავი, რომ მას ახსოვდა, რომ კინოში წავიდა თავის ქმართან ერთად. თუმცა ესეც იმიტომ ახსოვდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ იყო კინოში და ამიტომ დაამახსოვრდა ეს მომენტი. And there was a husband saying that he remembered that they go to the cinema. ასევე თავისი შვილისადმი იმის მიუხედავად რომ შვილი ქალიშვილი უმცროსი იყო წინა ცხოვრების ქალიშვილი მასზე სიყვარულის ნიშნებს ავლენდა, როდესაც ავად იყო ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა. Then there was a loving emotions towards the child. როდესაც ავად იყო და არ იცოდა რა სჭირდა, ვერავინ ვერ ამშვიდებდა, სანამ თავად არ ნახავდა ხოლმე, ისე ტიროდა ეს ბავშვი. რომელი ბავშვი? თავისი ნაცხოვრების შუკლა ტიროდა თავისი ნაცხოვრების შვილის გამო, როდესაც ის ავად იყო. And Shukla was crying about her previous life's daughter, და ეს ისტორია, ეს ამბავი გრძელდება. ბევრი დეტალით, რომელიც ასევე გამოძიებულია, დადასტურებული, მე აქ აღარ მომიყვანია სხვადასხვა მტკიცებულებები. And there is a, how to say, და ამგვარი ათასობით ამბავია. there is many proofs. ათასობით ასეთი ისტორია, რომელიც ასევე დასტურდება. There is a hundreds and thousands. რომელსაც სტივენსონი იკვლევდა. That is proof that reincarnation is the case. და ახლაც ჩვენ წინა ცხოვრებაში სულ სხვა ნათესავები გვყავდა, სულ სხვა ვიღაცების მიმართ ვიყავით მიჯაჭვული. სულ სხვა ვიღაცები გვიყვარდა და მათ გარეშე ცხოვრება არ წარმოგვედგინა. And now, for us, there is many our previous lifetimes where we had a family, we had attachments to this family and so on, but now we love another. და ამ ცხოვრების შემდეგ გვექნება სხვა რეალობა, სხვა ნათესავები, სხვა ახლობლები, რომლებზეც მიჯაჭვული ვიქნებით. იგივენაირად როგორც ახლა ვართ. And after this life, we will have another life. Then we will be attached to the different persons, different family, different. მითხარით, ესეთ რეალობას რა აზრი აქვს, როდესაც ყოველთვის იცვლებიან ადამიანები ჩემს გვერდით, ყოველთვის იცვლება ჩემი რეალობა, ჩემი მიზნები, ჩემი მისწრაფებები. Dear friends, please answer now the question that what is the meaning of such a reality that changes everything, parents, family, liking, მიზნები, მისწრაფებები, and the goals, ყველაფერი რაზეც ახლა ასე მიჯაჭვული ვარ. and that is very much attached. We are attached to this. ამიტომაც კრიშნა გვირჩევს ბაგავად გიტაში, რომ მივეჯაჭოთ მარადილულ რეალობას, რომელიც არ შეიცვლება. Actually, Krishna is suggesting that we attach to eternal reality. რომელიც არ გაქრება ჩვენი სხეულის დატოვების შემდეგ, ჩვენი სიკვდილის შემდეგ არ გაქრება ეს რეალობა. We not extinguished when we actually die or when our body dies. ერთ წამით რაღაც მინდა გაჩვენოთ ეს. I want to show you something. არ ვიცი ხედავთ თუ არა. I don't know if you see. ერთ წამით One moment. შეიძლება კომპიუტერს უფრო დიდი ეკრანი ჰქონდეს. Maybe computer has a bigger screen. ნახეთ ამ ეს ციფრები, ხედავთ? სიკვდილიანობა მთელ მსოფლიოში. Do you have this? უკვე ემატება ყოველ წამს. და ემატება ასევე რა თქმა უნდა დაბადებები. Actually, the numbers is there. It's changing. ანუ ყოველ წამს მსოფლიოში ვიღაც კვდება და ვიღაც იბადება. ბევრი. This website, there is a number of people who die. And in
every second it is increasing the people who will work. So you understand that in every second someone does. ანუ ახლა უკვე ერთი წამი გავიდა. დაიხოცა ქვეყნის ხალხი. ახლა უკვე ერთი წამი გავიდა, ამდენი ადამიანი მოკვდა და მის გარშემო ყველა დარდობს. იმ ადამიანს არ უნდა დასიკვდილი დაკარგა უკვე კონკრეტულმა ადამიანმა რეალობა, ადამიანებმა და ყოველ წამს ეს ხდება, მაგრამ ჩვენ მაინც გვგონია, რომ ჩვენ ამ სხეულს არ დავკარგავთ. ჩვენნაირმა ადამიანებმა, ჩვენნაირი ადამიანები ახლა ყდებიან და იბადებიან. Not someone, but people like us are dying. In this second. But we and people are very much, sad about this point. But we think that we will never die. და საქმე ის არის, რომ როგორც ჩვენ ამ ადამიანებსაც ეგონათ, რომ ეს რეალობა გაგრძელდებოდა. აწყობდნენ გეგმებს, აწყობდნენ მიზნებს. ყავდათ მეგობრები, ნათესავები, რომლებიც უყვარდათ. They was also thinking, they were thinking that this reality will be there for a long time, and they had a plan. მაგრამ ეს დაკარგეს. But what happened? ასევე იბადებიან, That changed the reality. იბადებიან ახალ სხეულში და სრულიად სხვა რეალობას იჯობიან. They are actually და ეს მეორდება. taking birth into another situation. ასე რომ ამ ეს ყველაფერი ზუსტად იმიტომ ვისაუბრეთ, რომ ეს რეალობაა. So why I talking about it? Because this is reality. მე შეიძლება ახლა ლამაზად მესაუბრა და მაიმედებლად, ხო? Maybe, for example, if I will say very nice words, very nice, encouraging, და გავაგრძელებთ ასეთ ყოველში ცხოვრებას და რეალობების გამოწვევას. and then we will continue this, illusory reality. თუმცა ადამიანმა, რომელმაც თუმცა ჩვენ უნდა გავიაზროთ. ეს ზუსტად იმიტომ უნდა გავიაზროთ, რომ მივეჭაჭოთ მარადიულ რეალობას, რომელსაც არ დავკარგავთ. The thing is that we have to understand for attaching ourselves to the eternal reality. ასე რომ ყოველმა ჩვენგანმა გისურვებთ, რომ იპოვოთ ყოველ თქვენგანს ის მარადიული რეალობა, რომელსაც არ დაკარგავთ. I wish you all that you found out the reality which you will never lose. და ამაშია ცხოვრების არსი. And then that is the meaning of life. რადგან ცხოვრება სხვა არსი არ აქვს. Because there is no other meaning. რადგან დაფიქრდით, რა აზრი უნდა ჰქონდეს ცხოვრებას, თუ ყველა სხვა აზრი ქრება ჩემი სიკვდილის მომენტში. ეს არის ერთადერთი არსი, რომელიც არ ქრება. So think about it. What is the meaning of life if goals and everything is changing? But actually the real thing is that if it not changes, that is the real meaning. Hare Krishna, მადლობა დიდი. Hare Krishna. Thank you very much. სიკვდილის მომენტში ყველა აზრი არ ქრება. ერთი აზრი რჩება, რომელიც ამბობს, არ გაქრება. During the time process, it is not the every thought. This is established. No, there is one thought. Srila Prabhupada ki Srimad Bhagavad Gita ki Nitai Gaur Premanandi